ჩემი შვილი ნანგრევებიდან ამოვიყვანემ. თავი დაზიანებული ჰქონდა და მთლიანად სისხლით იყო დაფარული. ღმერთმა იცის გადარჩება თუ არა. ღმერთია ჩემი თავშესაფარი. მძიმე ღამე იყო ღაზის სექტორში. ისრაელის დარტყმებს 100-ზე მეტი პირი ემსხვერპლა, მათ შორის 46 ბავშვი. ამის შესახებ ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს. 29 ოქტომბრის მომაკვდინებელი თავდასხმა ეჭვ ქვეშ აყენებს ზავს, რომელიც ისრაელსა და ჰამასს შორის დაახლოებით 3 კვირის წინ გაფორმდა. ნუ თუ ეს მშვიდობაა, რა მშვიდობაა ეს? ომი რომ იყოს ვიტყოდით კარგი ომია, მაგრამ ხომ გვითხრეს რომ მშვიდობა დამყარდა, რომ ჩვენ უსაფრთხოდ მშვიდად დავიძინებდით და აი ბავშვების ცხედრებს ვაგროვებთ ახლა. საჰაერო დარტყმებისა და დამწვარი ადამიანების ყვირილი გვაღვიძებს, რა დავაშავეთ, რატომ ბომბავენ მძინარე ხალხს? მშვიდობა, რომელზეც ამნა საუბრობს, დიდხანს არ გაგრძელებულა. სამშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს უბრძანა, რომ ძლიერი იერიშები მიეტანათ ღაზის სექტორზე. ისრაელმა ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. იქამდე კი გავრცელდა ცნობები, რომ ჰამასის მებრძოლებმა ისრაელელ სამხედროებს სამხრეთ ღაზაში ცეცხლი გაუხსნეს. ისრაელის მთავრობაში ამტკიცებენ, რომ ჰამასი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს, მათ შორის იმ ნაწილში, რომელიც მათ ცხედრების ისრაელისთვის გადაცემას ავალდებულებს. ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ჰამასი არ ღვევს შეთანხმებას. ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ჰამასი ცეცხლს უხსნის ჩვენ სამხედროებს და ეს პირველად არ ხდება. ასე რომ დიახ, პასუხი ძალიან ნათელია. ჰამასი პასუხისმგებელია შეთანხმების დარღვევაზე. რაც შეეხება საპასუხო რეაგირებას, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ ვუპასუხებთ ნებისმიერ დარღვევას. ჩვენ მკაცრად ვუპასუხებთ მათ, ვინც ამ შეთანხმებას დაარღვევს. ჩვენ სწორედ ეს გავაკეთეთ და დღეს დილიდან ისრაელმა განაცხადა, რომ ის გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვას. სანამ ჰამასი და ისრაელი ბრალეულობაზე დავობენ, ღაზის სექტორში გარდაცვლილებს გლოვობენ და შიშობენ, რომ ომი, რომლის დასრულებაც სულ ახლახანიზე იმეს, შეიძლება რეგიონში ისევ დაბრუნდეს.